შემგვიერთდა ვარკაცილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით წულეისკირი. დილომშვიდობის მამ დავით, მადლობთ მოგზაურობისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არაერთი წმინდანის ხსენების დღეა, მათ შორის შიო მღვიმელის ხსენების დღე. გილოცავთ და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ულოცავთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს მისი წმინდანის ხსენების დღეს. დიდი მადლობა მოწვევისათვის, უერთებით თქვენს მილოცვას. მეც ულოცავ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს ანგელოზის დღეს და სული სიხარულს უსურებ ქართველი ერის ერთობას ქრისტეში. და სწორედ დღევანდელ დღეს არის ასევე ხსენება წმინდისა ღირსისა მამისა შიოსი, რომელიც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა საქართველოში. და ძალიან მოკლედ, აი როდესაც მან 20 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ქრისტეს გზას დადგომოდა და გაიგო რა შეიმეცნა წმინდა იოანეს ზედაძნელის შესახებ, როდესაც მასთან მევიდა წმინდა იოანემ, შეხედა თუ არა ესეთი რამე თქვა საოცარი სიტყვები, წინასწარ განჭვრეტის უნარი რო ქონდა და იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისაი და მამა მრავალთა მონაზონთა. აი ამას უსურებ ყველა შიოს ჩვენს უწმინდეს, რომ ეს მამობა, რომელიც მან ერის მწყემსთავრობით დაიდგა, ჩვენს გვეშვილოს მისთვის. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენი შვილობით იწოდება მამა. ბავშვი რო დაიბადება, მერე ქვია დედას თავისი სახელი და მამასაც. და უფალმა-ინებოს, რომ შეგვენარჩუნებინოს ეს არწმუნოება, რაც საქართველოში შემოიტანეს აი ამ წმინდა მამებმა მე-6 საუკუნეში. ეს არის მისიონერობა. ჩვენ არავინ არ ვიცით სად მოგვიწევს ყოფნა. დღევანდელ დღეს შეიძლება ვინმე სახარება არ იქადაგოს საქართველოსთან რომელიღაც ქვეყანაში, მაგრამ სტუმრად შეიძლება წავიდეთ, ან მოსალოცად, ან სამოგზაუროდ. ამიტომ ყოველთვის გინა თუ ჭამდეთ, გინა თუ სუმიდეთ, როგორც პავლე მოქრთული ბრძანებს, სადიდებლად ღვთისა იქმოდეთ ყოველივე საქმეს. დღევანდელ დღეს არის ასევე ხსენება წმინდა ნიკოლოზ მიროლუკის მთავარეპისკოპოსისა, აღმოყვანება მის წმინდა ნაწილისა და ძალიან მოკლედ ვიტყვით, მამა მოწყალებისა. აი ამაზეა ნათქვამი, რომ შეიყვარო მოყვათიშენებით არცა თავითვისი. თავის ნათესავებს და მეგობრებს კი არ ეხმარებოდა წმინდა ნიკოლოზი, აი როგორც წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელი და მრავალი წმინდა მამა. არამედ ყველას ვისაც სჭირდებოდა მისი თანადგომა, სულიერი, შემეცნებითი, მატერიალური და ასე შემდგომ. ეს არის წმინდათა ცხოვრებას, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ და ვსწავლობთ. მარტო ის კი არ უნდა გვიხაროთ, რომ ესეთი ადამიანები იყვნენ იმ ეპოქაში, ან დღესაც არიან. ამას იმედომ ვკითხულობთ და ვსწავლობთ, რომ ჩვენც იგივე უნდა აღვასრულოთ. ეს არის მთავარი სწავლება სახარებისა, არა მარტო რომ შეიმეცნო, არამედ რომ გამოავლინო ჯერ რწმენა და მერე რა თქმა უნდა საქმე. დღევანდელ დღეს არის ასევე ხსენება წმინდა ქართველი მართლმადიდებელ პირველთა მეფე დედოფალთა მირიანისა და ნანასი, რომელთა ხსენება ასევე არის 14 ოქტომბერს. და აი ერთ ეპიზოდს გამოვყოფ, როგორი გონიერია მეფე. მეფე, რომელიც მთელი ცხოვრება წარმართულად ცხოვრობდა, მაგრამ აი ამ ჭეშმარიტების წინაშე, ფაქტის წინაშე რო დადგა, როგორც სავლე დადგა აი ამ ფაქტის და ჭეშმარიტების წინაშე და გახდა პავლე, ასევე მეფე მირიანი როგორი გონიერია, როგორ გამოიჩენს წინდახედულობა, სიბრძნეს, რომ აღიარებს ნინოს ღმერთს. და საოცარია მისი ერთი მომენტი, როგორ თავის შვილებს ბაქარს როგორ ეტყვის, აკურთხებს, რევის და როგორ მიმართავს მას და ანდერძად უტოვებს, რომ ერთგულება წმინდა სამებისა, ჭეშმარიტი ღვთისა, ანუ სიყვარულისა, ერთობისა, უზენაესისა და ბრძოლა კერპების წინააღმდეგ. რა საოცრება მამა, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა ჭეშმარიტებას, არ იცოდა ჭეშმარიტება, მოდი უხეშად რო ვთქვათ, უბრალოდ აღიარებდა კერპებს, თავის შვილებს უანდერძებს, რომ არა, თქვენ კერპების წინააღმდეგ იბრძოლეთ და დაიცავით მართლმადიდებელი სარწმუნოება. და როგორი სიმდაბლე მეფისა, სვეტი ცხოველში კი არ ინება მათ მისი განსაკრძალავი ყოფილიყო, არამედ ზემო ეკლესიაში, ანუ სამთავროს მონასტერში. ეს არის უბრალოება. ის დიდი სვეტი ცხოველი 60-ში დახტება მას. აქ გაიქცა დიდება და პატივს და მიიღო ზეციური დიდება და პატივი. ეს არის სწავლებადი ყველასთვის. და თუ ვინმე მით უმეტეს ესეთი თანამდებობაზე და იერარქიაშია. უბრალოება არის ყველა დიდი თანამდებობა და იერარქია. დღევანდელ დღეს ასევე დედა ეკლესია იხსენიებს პირველ მსოფლიო კრებას,
რომელიც მე-4 საუკუნეში 325 წელს ქალაქ ნიკეაში ჩატარდა და მას ესწრებოდა სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანებული სასულიერო პირები 318 მამად და მათ შორის იყო საქართველოსდან წარგზავნილი, ესე წერია ისტორიაში, პიტიუნტიდან, დღევანდელი ესე ვთქვა და აფხაზეთიდან სტრატოფილე და გასაკვირია ესეთი რამ, დევნა გარედან შეწყდა და უკვე არეულობა იწყება შიგნით. აი ბოროტი რასაკეთებს, შური რასაკეთებს. რაც დაიწყო 64-ის გარეთ, კაინსა და აბელში, უმთავრესი მკვლელობის პირველი საფუძვლების შური, აქ კიდე შური. და ვის ემართება ეს შური? ურწმუნო ადამიანს კი არა და მტერს, არამედ ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანს. ეს კრება შედგა არიანელთა სწავლების წინააღმდეგ, ანუ ეს ერესი იყო ალექსანდრიელი განსწავლული სასულიერო პირი, პრესვიტერი, არიოზი და ის ამბობდა და თავისი შეხედულების ცდილობდა დაემტკიცებინა თითქოს, რომ ძე, ანუ მეორე ჰიპოსტასი არ იყო მამის თანასწორი. და არ იყო ესე რომ ვთქვა ღმერთი როგორც მამა. და კიდევ ერთი სიბრძნე და წინდახედულობის უდიდესი მაგალითი და გონიერებისა იმპერატორი კონსტანტინე. ესე ბრმად და გადაწყვეტილებას უსფად კი არ იღებს, არამედ იხმობს მასთან მის ერთ გამორჩეულ მეგობარს, ოსია კორდუბელს, ეს ერთი სასულიერო პირი იყო, ესპანეთში მსახურობდა და განისწავლება მისგან ამ ჭეშმარიტებაში, რას ამბობდა არიოზი და რას ასწავლიდა დედა ეკლესია. და ამ განსწავლულობის შემდგომ, ანუ თვითონ მარტო მსმენელი და დამსწრე კი არ იყო, არამედ თვითონაც უნდა და ცოდნოდა, სად იყო ჭეშმარიტება, რომ ჩართულიყო აი ამ პოლემიკაში. და აი ამ კრებას და მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე წმინდა ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტიელი, ათანასე დიდი, მაშინ დიაკონი იყო და ეცე ამბობს ისტორიკოსი, რომ გააცამტვერა ათანასე დიდმა დიაკონის ხარისხში იყო მაშინ არიოზის რუსტავლება და აი მაშინ წამსის მეორე მუხლი ესე მტკიცედ მიიღეს, დაწერეს, აღიარეს, რომელშიც ნათქვამია დაერთი უფალი იესო ქრისტე ძე ღვთისა მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ეს არის ძალიან საინტერესო. არა შობილი დედამიწა, არა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ანუ რომელსაც არ აქვს დასაწყისი, რაღაც საუკუნების წინ არა, არამედ უდროჟამობაში ყოფი. და ნათელი ნათლისაგან ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან ჭეშმარიტისა. აი ეს პირდაპირ ამხელს არიოზის სწავლებას, რომ იესო განკაცებული ღმერთი იგივე დიდებაში, იგივე პატივში და იგივე მადლშია, როგორც მამა, ასევეა ძე და ასევეა სულიწმინდა. და სწორედ აი ამას მოიცავს დღევანდელი სახარების, კვირის სახარების შინაარსიც, სადაც საუბარია იოანე მახარებელი გადმოგცემს სწავლებას იმ ისტორიული ფაქტის შესახებ, როდესაც საიდუმლო სერობის შემდგომ მაცხოვარი გეცემანის ბაღში ლოცულობს. ანუ ამაღლების წინა, ჯვარცმის წინა პერიოდი არის. და აი ამ ლოცვას საპირო მღვდელმთავრო ლოცვა ეწოდება. როგორც მწყემსთავარი, როგორც პირველი მღვდელმთავარი, უფალს ევედრება მისი სულისა და მისი სამწყთო შესახებ. მისი სამწყთოსთვის, მათი გადარჩენისთვის, მათი სარწმუნოებაში მტკიცე დგომისათვის. და იწყება ლოცვა ესე: დააღიხილნა თვალნითვის იესოს ზეცად. და თქვა: მამო, მოიწია ჟამი ჩემი. შეკითხვა ისმის ახლა, ეს რა აუცილებელი იყო? პირდაპირ ხო შეიძლებოდა დაიწყო იესომ ლოცვა? არა. ეს ჩვენთვის არის სწავლებადი, ლოცვითი განწყობა, ფორმა, როგორ გამოვხატოთ, ხელების აპყრობა, ზეცად თვალის ახილვა, გულშემოსვლობა, ეს ჭირდება ადამიანს. თავ სიმბოლიკას, თავისი მისტიკური დატვირთვა აქვს, როგორც პიჟრის გადაწერას, როგორც ნაკურთხ წყალს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ლოცვა იყოს გულმხურვალი, რომ გავიაზროთ, ვის წინაშე ვლოცულობთ. და მე რას ვლოცულობთ, ეს ცალკე გასააზრებელია. ანუ სანამ ტექსტობრივი ლოცვა შემოვიდოდა ამ სამყაროში, ჯერ იყო პირდაპირი დამოკიდებულება, ლოცვითი სახეობა, ვედრება, თხოვნა, დიდება და მადლობა, ხო? და ეს ტექსტი მერე გვიფსებს და გვეხმარება უფალთან მიმართებაში ამ გრძალულებით, როგორ მიმართო და როგორი სიტყვებით. მამები ამბობენ, უფალს არაფერი არ თხოვოთ, უფალმა იცის თქვენ რა გჭირდებათ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. უფალს თხოვეთ მხოლოდ და მხოლოდ, რომ რა მდგომარეობაში ხართ, ამისი დათმენა და გამძლეობა მოგცეთ, რომ სარწმუნოებაში იდგეთ მტკიცეთ. ასე რომ უფალი მარტო ისე არ არის, რომ ზევით იყოს თითქოს სადღაც. უფალი ადამიანმა თავის გულში უნდა ეძებოს და გულში რო ეძებოს, გონებით უნდა შევიდეს გულში. და იმ გონებაში უნდა კონდეს, ანუ ჯერ შეიმეცნოს, მერე შემეცნება ჩაიტანოს გულში
და მისი გული და სული რწმენით აღივსოს და მერე უნდა გამოხატოს ესე რომ ვთქვათ საქმით. და მიმართავს უფალს რომ მოიწია ჟამი, რომელ ჟამზეა საუბარი? ჯვარცმა ელოდება სულ აი ერთ დღეში. ჯვარცმა ტანჯვა ელოდება მას და ტანჯვის წინა პერიოდია და იცის რა განსასწრელი და მწუხარება მის სულს, მის სხეულს შეეხება, თუმცა რას იწყებს ამ დროს? ამ დროს უფალს ავედრებს მის მოციქულებს, მის მოწაფეებს, მის მიმდევრებს და ეუბნება რომ ყოველიო რომელი მომეცმეო, რომელი შენ გამოირჩიო, მივცეო მას ცხოვრება საუკუნო და ესე არ ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე შენ. ეხლა ნახეთ, როგორ მიმართავს მას, რომელი გამოირჩიე შენ? შეკითხვა ისმის, რომელი არ გამოირჩია უფალმან? უფალმან ყველა გამოირჩია ამ სამყაროში, ადამიანიდან დაწყებული, ვინც დედამიწაზე შობილა, ყველა შობილა და მოვლინებულა ამ ქვეყნად ცხონებისათვის. მაგრამ ცხონებისათვის უფალმა უმთავრესი რაც ადამიანს მიეცა, ეს არის თავისუფალი ნება. აი თავისუფალი ნება, რომელმა ადამიანმა ამ სამყაროში, ამ საზოგადოებიდან გამოირჩია და გამოიყენა და მიმართა საღვთო გზით და ღვთისკენ, აი ამ ადამიანებმა საკუთარ თავს უწევს რჩეულები. თავისუფლება არა ის რომ რასაც მინდა იმას გავაკეთებ და როგორც მინდა ისე მოვიქცევი, ჩემი ცხოვრება, ჩემი სიცოცხლე, ერთხელ მოვდივარ ამ ქვეყანას და ყველაფერი რაც არის, ყველაფერი უნდა მოვსინჯოთ, ყველაფერი უნდა განვიცადოთ და ჩემი თავისუფალი ნება არის, რაც მომეცა უფლისგან და მე ამის მართებული ვარ რომ ყველაფერი ისე როგორც მინდა გავკარგო მე თვითონ და ამ დროს სამწუხაროდ ამ თავისუფლების ქვეშ ძალიან ბევრი ცოდვა ბუდობს ასე ვთქვათ და შესაბამისად ეს დღევანდელ ახალგაზრდობას დღევანდელ თანამედროვე ადამიანს ძალიან ურევს ხოლმე გონებას და არასწორ ლიანდაგებზე სვამს ასეთ შემთხვევაში და სწორედ ეს არის ალბათ ჩვენი უმთავრესი მიზანი რომ გავიაზროთ თუ რა გვიბოძა უფალმა რა არის რეალურად ჭეშმარიტი თავისუფლება. სწორად ბრძანეთ, აი თქვენ რაც ახლა ბრძანეთ, უმეტეს შემთხვევაში ადამიანს გონია რომ პირადი ნება არის, პირადი სურვილები არის, საკუთარი მე არის თავისუფალი ნება. მაგრამ თავისუფალ ნებაში ჯერ სანამ ღმერთს გაიცნობ, სხვისი ნებებიც უნდა გაითვალისწინო. სიყვარული არ არის მარტო მე რომ მინდა და მე რომ ხედავ. ჩემი მეობა თქვენს მეობას არ უნდა აკნინებდეს, ან არ უნდა აწუხებდეს და არ უნდა ფარავდეს და ასე შემდგომ. ასე რომ თავისუფალი ნება ჯერ ადამიანების მდგომარეობას გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი სიტყვა და ჩვენი ქმედება მისთვის არ იყოს შემაწუხებელი, დამაზიანებელი და ასე შემდგომ. და მე რა თქმა უნდა, ხა უმთავრესი თავისუფალი ნება საღვთონების გამოხატვა. აი ამაზე ებედრება მაცხოვარი ესეთ ადამიანებზე, ვინც თავიანთი ცხოვრების წესად ღვაწლად ტვირთი იტვირთეს, რომ საღვთონება შედგომოდნენ. და ნახეთ როგორ მიმართავს, რათა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი. მე აღვასრულეო ნება, რომელიც შენ მომეცმე, რისთვისაც მე მომავლინე. რა არის ეს ნება? მაცხოვარი ნახეთ რას ბრძანებს, ესე იგი ის მესია დედამიწაზე მისიით მოვიდა, რომ ადამიანებს ის კი არ უთხრას, რომ მე ვარ ღმერთი, არამედ ადამიანებს შეამეცნოს ჭეშმარიტება, აჩვენოს და ასწავლოს, როგორ ებრძოლოს იმ ცოდვას. რაშიც ადამიანებს ეგონათ რომ ძალა არ ქონდათ ან სუსტები იყვნენ ან ძალიან მოდუნდნენ და ცოდნა ერთი ჭეშმარიტი ღვთისა არის აუცილებელი. ამიტომ მამოთ რათა გიცოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი, ერთადერთი სიმართლე, ერთადერთი ჭეშმარიტება და ეს შემეცნება მარტო არ არის რაღაც პიროვნულია და ვიცი, არამედ სწავლებით, სიყვარულით, შემოქმედებით და ასე შემდგომ და მე მათთვის კითხავ. აი ამას ამბობს უფალი და ევედრება კიდევ ხაზს გაუსმევ, როდის ყველაზე შეჭირებულ მომენტში, ყველაზე მწუხარე მდგომარეობაში და ესე იგი ადამიანს მარტო ცოდნა არ ყოფილა საკმარისი. არც მარტო რწმენა, თლიანობაში ცოდნა, რწმენა და მერე საქმეთ გამომავლინება, როგორც პავლე მოციქული ბრძანეთ, საქმე მომშემა გამოგაჩინო შენ. ნახეთ, გიცოდიან ჭეშმარიტი ღმერთი და რწმენენ რამე თუ შენსგან მე გამოვედ, ეგ ძალიან საინტერესო სიტყვაა, მამის უშობილობა, ძის გამომავლობა და ძის შობილობა და სულიწმინდას გამომავლობა. ანუ ადამიანებმა გონებით შეიმეცნეს, რასაც ქრისტე ქადაგებდა, ადამიანებმა გულით ირწმუნეს, რასაც ქრისტე სწავლების სახით მათ აძლევდა და ბოლოს ადამიანებმა გამოავლინეს ეს ყოველი რამე თუ მისი მიმდევრები გახდნენ.
ამიტომ უფალია საპირველო მდომთავრო ლოცვაში მოიაზრეს უპირველესად მის მოციქულებს და მერე მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს და ბოლოს ეუბნება დაიცვენ ესენი და იყვნენ ესენი ერთობით. ესე იგი ჩვენ ვალდებულება და მოვალეობა გვაქვს რომ გავერთიანდეთ სარწმუნოებაში, გავერთიანდეთ სიმართლეში. შეიძლება ადამიანებს მოდი საწყის ეტაპზე სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები ვიყოთ, მაგრამ პირველი ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, შევთანხმდით. მეორე, ჩვენ ხომ მოდი ესე ვთქვათ, ამ სამყაროს შვილები ვართ, შევთანხმდით. მე ამ სამყაროში საქართველოს შვილები ვართ, შევთანხმდით და ეხლა ვისაუბროთ სარწმუნოებაზე. პირველი შევთანხმდით სიყვარულზე, მოთმინებაზე, დათმობაზე, პატიებაზე, თანადგომაზე, სათნოებებზე თუ შევთანხმდებით, მადლი ისე ემუშავებს, რომ აუცილებლად ჩვენ ჭეშმარიტებასთან მივალთ. ანუ ეს ადამიანისთვის ესე რო ვქნათ, ესე რო ვთქვათ, უბრალოდ მისაღები იქნება. სახარებაში წერია ესეთი რამ, რომ მრავალი არის ხმობილი და მცირედი არის რჩეული. მრავალში ნიშნავს ყველას. აი როგორც ამაღლებისაც მაცხოვარმა ესე უთხრა მოციქულებს, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლის. ანუ ვიდრე არ ნიშნავს, რომ სოფლით აღსასრულის მერე მაცხოვარი ჩვენ არ იქნება. ანუ სულ ვიდრე ნიშნავს დაუსრულებლად, მარადიულად. აქაც ესია. ანუ მრავალში მოიაზრება ყველა ხმობილია ცხონებისთვის, ამიტომ ბრძანებს სხვა გზის მაცხოვარი რომ არამნებას წარწყმედა, ცოდვილისაი არავინ მოქცევაი და ცხონება იმისი. აი ეს უნდა უფალს, რომ მე ცხონებისთვის კი მოგავლინი ამ ქვეყანაზე, მაგრამ შენ საკუთარი ნება არასწორი მიმართულებით რო წარმართე, ჩემი განკაცება და ჩემი სწავლება სწორედ იმას ემსახურება, რომ მე აღგადგინო და განგამტკიცო მართლზე სარწმუნოებასა ზედა. ხოლო მცირედი რჩეული ნიშნავს, რომ უკვე თვითონ დაერქვეს ადამიანებმა რჩეულობა და სამწუხაროდ ეს რჩეულები ძალიან ესე რომ ვთქვათ, არიან მცირედნი. ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ჩვენი ცხოვრება აი ამ რჩეულობაში 3/4-ობაში გამოვიყენოთ, როგორც ეს ხატოვნად ნათქვამი არის, ხო, 3/4 მამის ძი და სული წმინდის ერთობა და ჩვენ უნდა ვიყოთ მე-4 და ეს მე-4 ერთი არ იქნება მათემატიკურად. ყველას შეიძლება ერთობაში მომიაზრო და ყველამ ერთად დავირქვათ და ის რომ უფალი ყველასთვის ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისთვის ეცვა ჯვარს და შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა ამ წუთას ვინ არის დედა ეკლესიის მრევლი და წევრი. შეიძლება სულად ძალიან ცოდვილი ადამიანი იყოს, რომელიც ჯერ ვერ ბედავს მისვლას ეკლესიაში, მაგრამ ის აუცილებლად უფლისთვის საყვარელი შვილია და უბრალოდ ელოდება თუ როდის შეაღებს კარს ტაძრისას და როდის მიხვდება რომ უფალი არის უზენაესი და უფალი არის ყველაფრის მკურნალი და არ არსებობს ცოდა, რომელიც უფალს არ შეუწყნარებია, ასე ვთქვათ, არ შეუწყალებია და არ ჩაუხუტებია ყველაზე ზნედაცემული შვილიც კი. თავარი არის თუ რამდენად ვიაზრებთ ჩვენ ამ ყველაფერს და რამდენად მზად ვართ რომ მივიღოთ უფალი. თორე უფალი ჩვენ ყოველთვის გველოდება და ყოველთვის მზად არის ჩვენს მისაღებად. სწორად ბრძანეთ და აქვე დავზენ სახარებისეულად მოგვიწოდებს კიდეც მოვედი ჩემ და ყოველი მაშვალი და ტვირთზიმენი. ყველა მოდითო ჩემთან და პოვოთ განსვენება ის სულთა თქვენთან. ასე რომ არა არის ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. და კასმოყარე ღმერთი იმდენად დიდია, აი უძღების შვილის იგავი გვახსოვთ, ხო? ანუ ადამიანი წმენით, ადამიანი იმედით უნდა მივიდეს უფალთან, რომ შენ თუ მე მომანიჭე სიცოცხლე და ამ ქვეყანაზე მომიყვანე და თუ შენ ხედავ, რომ მე შენსგან წავედი, მე შენ ზურგი გაქციე, დავეცი და შევწოდე, მე მჯერად ამ წამს, რომ შენ როგორც მამა მოწყალე, მე მაპატიებ. და აღმოიკითხოს უნდა სახარების წმინდა წერილიდან სიტყვები, სადაც წერია, რომელი მამა არისო, რომელიც შვილი თხოვდესო თევსო და მას გველი მიცესო, თხოვდესო პურსო და მას ქვა მიცესო. ამას რო აღმოიკითხავ ადამიანი, უნდა აღინთო სულიერად, რომ მოდი მივალ. შეიძლება არ მჯერა, მაგრამ მოდი ვცდი მაინც. მართლა ესეთი მოწყალე არის უფალი? ასე რომ ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს სასწავლო პირებს, რომ სწორედ სახარებისეულად უნდა დაახდეთ და შევეგებოთ და მივიღოთ ყველა ადამიანი და ამიტომაც კიდე მინდა ხაზი გაუსვა აი ჩვენი უწმინდესის აი იმ საოცარ სიტყვებს, როდესაც მისი გამორჩევა მოხდა, რომ ჩვენ არა მარტო ეკლესიის კარი უნდა გავაღოთ, არამედ უნდა გავიდეთ
რომ ხალხი გარეთ შემოვიყვანოთ. ესე დადიოდა მაცხოვარი, ესე მოაქცევათ ადამიანებს. ასე რომ ჩვენ ლოცვის ადგილი გვაქვს, დედა ეკლესია, თუმცა ჩვენ სადაც ვართ, ნებისმიერი სასულიერო პირი, თუნდაც მრევლი და მორწმუნე, ყოველთვის ჩვენი სიტყვა და ჩვენი საქმე და ჩვენი ქმედება, რომელიც გამოვლინდება, უნდა იყოს მომაქცეველი ადამიანებისა. და დღევანდელ დღეს ასევე ბოლოსთვის, ახლა როგორც დროში მოვასწრებთ, შემოვინახე ხსენება არის წმინდა ესაია წინასწარმეტყველისა. ყველას მიულოცავ, ყველა შიოს, ყველა ნიკოლოს, ყველა ესაიას, ყველა მირიანს, ყველა ნანას დღევანდელ დღეს, ანგელოზის დღეს და მე ყველა მორწმუნე ადამიანებს და თვითონ ესაია სიტყვა ნიშნავს ღმერთი ჩემი ხსნაა. იმდენად დიდია ჩემთვის ეს სახელი და სიტყვა, აი დღესაც გზად ვფიქრობდი, რომ აი გამარჯობა და მისალმება რა არის ერთმანეთის სრული გამარჯვებისა. მთელი ცხოვრება და ყოფობა საქართველოს სულ ომში იყო და მისალმების დონეზე ადამიანმა თავის თავს ერთხელ მაინც უნდა უთხრას ან ერთმანეთთან, რომ ეს ესაია სიტყვა ყოველთვის ახსოვდეს, რომ ღმერთი ჩემი ხსნაა. არავიხილე მართალი დაგდებული წინაშე ღვთისა, რომელიც არის მთხოველნი პურისა. ის ვისაც უნდა ღვთის წინაშე არის მთხოვნელი, ცხოვნებისა, მოწყალებისა, შეწევნისა და სულით არის მართალი და გულით წმინდა, არ იქნება ღვთისგან მიტოვებული. ასე რომ ჩვენი ჰიმნივით უნდა იყოს, ანუ ესაია, ესე ხმამაღლა რო თქვა, ვაღიარებ, წამს, რომ ღმერთი ჩემი ხსნაა და უფალმა ინებოს, რომ ჩვენი ერთობა ყოფილიყოს თბილი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მოძღვრებისთვის, ჩვენი მღვდელმთავრებისთვის და ჩვენი კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისთვის, რაც არის ყველაზე დიდი ნუგეში და მადლიერების გამოხატვა, რომ მის სამწყსოს რწამსა ჯერა უყვართ ღმერთი, ერთმანეთი, ადამიანები, სამშობლო და რა თქმა უნდა, ამავდროულად ქართული ტრადიციები, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ამ სარწმუნოებასთან ერთად საუკუნეების განმავლობაში მყოფობს. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი, მაცხოვრებელი და არა წარმართული და მრავალჟამიერ. კიდევ ერთხელ ყველას და მეც ხმამაღლა დავამთავრებ ჯერა და მწამს ესაია. ყოველთვის გვახსოვდეს ღმერთი სამშობლო ადამიანი. ამინ. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ბარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით წულეისკირი.